მეუფეო ზეცათაო, ნუგეშენის მცემელო, სულო ჭეშმარიტებისა, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლთა შენით, საუნჯეო კეთილთა, მომნიჭებელო ცხოვრებისა, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმინდა მყwen ჩვენ ყოვლისაგან ბიცისა და აცხოვნენ სახირო სულნი ჩვენი. ამინ. მოგესალმებით ჩვენო ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო მაყურებლებო. დღეს ოთხშაბათი დღე გახლავთ. მოგეხსენებათ, რომ ოთხშაბათობით ჩვენ სახარებას ვარჩევთ და მოდი განვაგრძელოთ დღეს ჩვენი სახარებისეული საკითხავი. ჩვენ განვიხილავთ იოანე ღვთისმეტყველის სახარებას, იოანე ოქროპირის განმარტებების მიხედვით და იოანე ოქროპირის ახასიათებს შიგადაშიგ ესეთი სწავლა მოძღვრებითი ხასიათის ქადაგებების ჩართვა და დღეს არის სწორედ ესეთი ქადაგება, ესეთი სწავლება შურისათვის და ანგარებისა. ანუ შურს და ანგარებას ეხება დღევანდელი იოანე ოქროპირის ქადაგება, რომელიც ჩვენ უნდა განვიხილოთ. მე შევახსენებ ჩვენს მაყურებელს, რომ განსაკუთრებით იმათ რასაკვირველია, ვინც დღეს შემოგვიერთდა, რომ ჩვენ ვართ უნიშნელოვანეს ეპიზოდზე სახარებაში, სადაც უფალმა კუდრეთით აღადგინა 4 დღის მკვდარი, უკვე ხრწნა დაწყებული თავისი მეგობარი ლაზარე. და შესაბამისად, ხა მე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ ამ ამბამდე, არც ისე დიდი ხნის წინ, მოდი ესე რომ ვთქვათ, უფალმა ასევე დიდი სასწაული მოახდინა, როდესაც შობიდან ბრმას აღუხილა თვალები. მსგავსი სასწაული მანამდე არავის არ მოუხდენია. და იმ სასწაულსაც არაერთგვარი შეფასება მოყვა მის მაყურებლებში და იმ ადამიანებში, ვინც ამას ყველაფერს ესწრებოდნენ. და ცხადია, რომ ყველაზე კრიტიკული და ნეგატიური შეფასება იყო ფარისევლების, ჯულის მოძღვრების, წიგნობრების მხრიდან. რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს სწორედ ის ადამიანები არიან, ეს ის სეგმენტია, რომელიც სინამდვილეში ყველაზე მეტად უნდა ღებულობდეს უფალს, ყველაზე მეტად უნდა იყვნენ მონდომებულნი, ყველაზე ნაკლებად მათ უნდა გასჭირვებოდათ ქრისტეს მიღება, მაგრამ ხდება აბსოლუტურად საპირისპიროდ, პირიქით ყველაზე მეტად სწორედ მათ უჭირთ. ეხლა ხდება იმაზე კიდევ უფრო აღმატებული სასწაული და უკვე გახსნილი ადამიანის ხელახლა აღდგინება ხდება კუდრეთი. ჩვენ წინა შეხვედრაზე, წინა ოთხშაბათს წავიკითხეთ, რომ როდესაც უფალმა დაუძახა ლაზარეს, ლაზარე გამოვედ გარე, ლოდი უკვე გადაგორებული ჰქონდა საფლავის კარიდან და ლაზარე ხელფეხ შეკრული, სუდარაში გახვეული გამოდის. და ჩვენ გვითხრა იოანე ოქროპირმა, რომ ხელფეხ შეკრული, სუდარაში გახვეული კაცის, გარდაცვლილი კაცის გამოსვლა თავისი ფეხით საფლავიდან არანაკლები სასწაული იყო, ვიდრე ის, რომ კუდრეთით აღადგინა უფალმა გარდაცვლილი ადამიანი. და ხედავენ ესეთ საოცარ სასწაულს და არის კვლავ არაერთგვაროვანი რეაქცია ადამიანებისგან და მოდი ჩვენ ვნახოთ ახლა დღეს თუ რატომ გადაწყვიტა იოანე ოქროპირმა, რომ გვესაუბროს შურისა და ანგარების შესახებ. აი ნახეთ, რას მოყვა ეს ყველაფერი, რომ ადამიანები, ნაწილი ადამიანებისა, ვინც ამ სასწაულის მოსწრე არის, ამბობენ, რომ რა გავაკეთოთო, ანუ აი რა უშველოთ ამ საქმესო. ეს ქრისტე მათთვის პრობლემაა, ნახეთ. ქრისტე ღმერთი, რომელიც მაცხოვნებლად მოვიდა,
ადამიანებისთვის მარადიული სიხარულის და მარადიული სიცოცხლის მინიჭებლად მოვიდა დედამიწაზე, აი ნაწილი ადამიანებისათვის პრობლემად გადაიქცა. აი მიაქციეთ ამას ყურადღება, ჩემო ძვირფასებო. და ისინი ამბობენ, აი ერთად შეიკრიბებიან და ამბობენ, რომ რა გავაკეთოთო, როგორ მოვიქცეთო, რომ ეს ადამიანიო, რაც დრო გადის, უფრო და უფრო მეტ ადამიანს იმხრობს თავის მხარეზეო და თუ კიო ესე გაგრძელდებაო, მოვლენო რომაელებიო და სულ დაგვიპრობელო და ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვისაუბრეთ უკვე წინა შეხვედრაზე, თუ რატომ თქვეს მათ ეს. და ეს ყველაფერი მათ ათქმევინათ სწორედ შურმა და ანგარებამ და აი სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ივანე ოქროპირმა, რომ აი ამ კონკრეტული ეპიზოდის შემდეგ, რომელიც ჩვენ წავიკითხეთ, გვესაუბროს შურზე და ანგარებაზე და მოდი მოვისმინოთ ყველამ ერთად. არამედ ვითარცავს თქვ, ბოროტა არს შური და ორგულებითა სავსე. მე ადრეც მისაუბრია არაერთხელ შურთან დაკავშირებით, რომ ეს ის თვისებაა, რომელსაც ადამიანი ცეცხლივით უნდა გაურბულდეს, რომელიც ადამიანს არ აძლევს ბედნიერების საშუალებას. შური სტაცებს ადამიანს ბედნიერებას. ბედნიერებასთან დაკავშირებით ადრეც მისაუბრია მე, რომ ბედნიერების უნარი გააჩნია მხოლოდ და მხოლოდ მადლიერ ადამიანს. ადამიანს, რომელსაც აქვს უნარი დაინახოს ის თუ რამდენი რამ გააჩნია მას ამ ქვეყანაზე ღვთისაგან ბოძებული. ეს კი თავის მხრივ მხოლოდ და მხოლოდ თამდაბალ ადამიანს შეუძლია და ამ პარტავანი და ქედმაღალი ადამიანი ვერასოდეს ვერ კმაყოფილდება იმით, რაც აქვს, ის თulis რომ მასზე ბევრად მეტი ეკუთვნის, ამიტომ მუდმივად უკმაყოფილოა, მუდმივად უმადურია და მუდმივად უბედურია. და ამ უბედურებას კიდე თან ერთვის მეორე უბედურება. შური და ბოღმა, იმიტომ რომ ის ხედავს ადამიანებს, რომლებიც გაცილებით უფრო კარგად არიან და კარგად ცხოვრობენ მათი გაგებით, ვიდრე თვითონ. და ისინი ამას ვერაფრით ვერ ეგუებიან, როგორც სულხან საბა ბრძანებს, ხო? შურიო ესე არსო, წუხარება სხვისა სიკეთესაც ზედაო, ნახეთ, ისინი მუდმივად უბედურნი არიან. მათ აუბედურებთ სხვისი სიკეთე, იმიტომ რომ ყველა ის სიკეთე მათ საკუთარი თავისთვის ემეტებათ მხოლოდ. და როცა ხედავენ, რომ თვითონ არ გააჩნია და გააჩნია სხვებს, არიან შურითა და ბოღმით სავსე. ხედავთ, როგორ შეუძლია გაიუბედუროს ადამიანმა საკუთარი თავი თვითონ. თავისი არასწორი დამოკიდებულებით და თავისი უმადურობით, თავისი ქედმაღლობით და ამპარტავნებით. ამითი დაიწყო ხა ივანე ოქროპირმაც, რომ ვითარცავს თქვ, ანუ როგორც ვამბობდიო და ცხადია, რომ ივანე ოქროპირის არაერთხელ ექნება ნასაუბრები ამ თემასთან დაკავშირებით თავის მრევლთან, ბოროტას შური და ორგულებითა სავსეო. შურიო ძალიან დიდი ბოროტებაო და სავსეაო ორგულობითო, ანუ არაგულწრფელობით ადამიანის მიმართ. ამან აღავსო სოფელი ბევრეულითა ბოროტითა. აი სწორედ ამ გრძნობამ, რასაც შური ქვია, სოფელი, ანუ მთელი სამყარო, მთელი ქვეყანაო, უამრავი ბოროტებით აავსო და მე ესეც მithქვამს არაერთხელ და კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო სიტუაციით და შეგახსენოთ. ყველა საკაცობრიო დიდი ბოროტება იცოდეთ, რომ შურის გამო მოხდა. დაწყებული პირველი მკვლელობიდან, როდესაც ძმა მოკლა, სწორედ შურის გამო, გაგრძელებული უამრავი მსგავსი შემთხვევით და შემდეგ კულმინაცია ამ ყველაფრისა, ხო, აი სწორედ ქრისტეს მკვლელობა შურის გამო, განკაცებული ღმერთის, განკაცებული სიყვარულის მოკვდინება, რომლის მსგავსი ბოროტება სამყაროს არასოდეს არ ჩაუდენია და ვერც ვეღარასოდეს ვეღარ ჩაიდენს საბედნიეროდ. ეს ერთხელ მოხდა, მაგრამ მოხდა ჩვენ და სამწუხაროდ და შურის გამო
სულ თავიდანაც ადამი და ევა სწორედ იმიტომ დაეცნენ, რომ ეშმაკ შეშურდა ადამისა და ევას, რომლებიც ღმერთმა თავის ხატად და თავის მსგავსად შექმნა. ამიტომ კიდევ ერთხელ გეუბნებით შემოძვირფასებო, რომ იოანე ოქროპის შეუერთდები მეც და გეტყვით ნამდვილად, რომ შური ეს არის ყველაზე დიდი ბოროტება. აი ჯერ თვითონ თავად სულხან საბასეული ახსნაც მე მგონი უკვე ყველაფერს ამბობს ეს ახსნა. როგორი ალოგიკურია, ხო? წუხარება სხვისა სიკეთესა ზედა, როდესაც სხვა კარგად არის და ამის გამო შენ ხარ მწუხარე და უბედური. აი ამაზე ალოგიკური რა უნდა იყოს, ხო? აი ხო ამან ხო მაინც უნდა დაგაფიქროს, რომ რაღაცა არაბუნებრივი ხდება შენს თავს. რომ სხვისი სიკეთე შენ გაუბედურებს. თითქოს შენ მოგტაცა იმან რაღაცა, თითქოს მოგპარა. თითქოს ის არის დამნაშავე იმაში, რომ შენ არ გაგაჩნია რაღაც. ამის მიერ აღივსნეს სამჟავრუნი ბევრეულითა ბოროტითა. ამის მიერ არიან კაცის კლანი, ვერცხლის მოყვარებანი, სუდად მზვაუბრობანი, ანუ ნახეთ მიაქციეთ ყურადღება. შური არისო საფუძველიო აი ამ ცოდვებისო, რომელიც ჩამოთვალა. კაცის ყლისო, ვერცხლის მოყვარეობისო, სუდად მზვაუბრობის, ანუ აი კედმაღლობის და დიდების მოყვარეობის. შური არისო ამ ყველაფრის საფუძველი. ამის მიერ არიან ავაზაკობანი და მპარაობანი. იმ სხვას რო აქვს და შენ რო გინდა რომ გქონდეს, სურვილი გიჩდება, მე რომ მას მოპარო და შენი გახდეს ის, რაც მას აქვს, ხო? ამის მიერ ევნო ფრიადი იგივნება ინათესავსა ჩვენსა. აი ამ გრძნობამ, რასაც შური ქვიაო, ძალიან დიდი ბოროტება და ძალიან დიდი ვნება მიაყენაო მთელს საადამიანოსო, მთელს კაცობრიობასო. და რომელიცა ბოროტი იხილო, ამისი ნაშობი არის. ნახეთ? თუ კი რაიმე ბოროტება გინახავსო ცხოვრებაში და კიდევ ნახავ ამის შემდეგო, იცოდეო, რომ შურისაგან არისო ნაშობიო. ანუ მათი დედა და საფუძველი შური გახლავთ. აჰა ესე რა ეკლესიათაცა ზედა მოიწია და მრავალნი ბოროტნი ქმნა. არა მხოლოდ ერშიო, არამედ ეკლესიაში შემოაღწიაო აი ამ საშინელმა გრძნობამ და ეკლესიაშიც მრავალი ბოროტება ჩაადენინაო ადამიანებს. ამან სენმან შვა ვერცხლის მოყვარებაი, სწორედ აი ამ სენმა შურმა შვა ვერცხლის მოყვარებაო. ამან ყოველივე ზედა ქვექმნა. ანუ ამან აი ამ შურმაო ამოატრიალაო საერთოდ ქვეყანაო. ამან დაამხვა სიმართლე. აი მიაქციეთ როგორი ჩამონათვალი აქვს იოანე ოქროპის. სიმართლე დაამხო. ამან აზნაურნი მონაყნა. ისინი ვინც თავისუფალი იყვნენო, მონებად აქციაო. რას გულისხმობს? სულიერად გულისხმობს. ხო რასაკვირველია იოანე ოქროპირი, რომ თითოეული ჩვენთაგანი ჩვენ თავისუფლებად ვართ შექმნილნი ღვთისაგან. და ეს გრძნობა, ეს უნება მონად აქცევსო. რის მონად? აი ამ ვნების მონად გაქცევს ადამიანს. ვეღარ უსხლტები, ვეღარ ეწინააღმდეგები, ვეღარ გამოდიხარ ამ მდგომარეობიდან. ამისთვის გასწავეთ მარადღე და არა იქმნების სარგებელი. ამიტომაცო ყოველ დღეო სწორედ აი ამის სწავლებაში ვარო თქვენთანო, რომ ეს გაგაგებინოთო, აგიხსნათო, განგიმარტოთო, მოგიწოდოთო. სულ ვცდილობ, რომ დაგანახოთო ის, რაც სწორიაო და რაც ჭეშმარიტიაო თქვენი მაცხოვნებელი გზა რაც არისო, მაგრამ შედეგს ვერ ვხედავ, ამბობს იოანე ოქროპირი და მე კიდევ ერთხელ მინდა გაგიმახვილოთ ყურადღება ჩემო ძვირფასებო, რომ თუ კი ამას იოანე ოქროპირი ამბობს და თუ კი ამას ამბობს მე-4 საუკუნეში, იმ დროს, როდესაც ქრისტიანობის აყვავების ხანა იყო, როდესაც ყველაზე მეტად ჩვენ ყოველ შემთხვევაში დღევანდელი გადმოსახედიდან ესე გვესახება, რომ ყველაზე მეტად იმ დროს
იყო შესაძლებელი სწორი ქრისტიანული ცხოვრება, წარმოედგინეთ, რაღა უნდა ვთქვათ მაშინ ჩვენ დღეს. თუ კი იოანე ოქროპირსაც კი არ უსმენდა ხალხი და მისი ქადაგებაც ხშირად ძალიან ბევრი მისი მსმენელისთვის ჰაერში იფანტებოდა. გულამდე ვერ აღწევდა ადამიანების, ცვლილებებს ვერ იწვევდა ცხოვრებისეულს ადამიანებში. და ეს ყველაზე მეტად ტკიოდა და განიცდიდა ამას იოანე ოქროპირი. მხეცთა უძვირეს ვიქმნებით, ხეცებზე უარესები ვხდებითო, პირიქითო, იმის მაგივრათო, რომ აი ამ ქადაგებები და ამ სწავლებითო რაღაცა გავიგოთო და რაღაცა შევემეცნოთო და რაღაცა უკეთესები გავხდეთო, არა. ხეცებზე უარესი დაუნდობლები ვხდებითო ერთმანეთის მიმართ. ობოლთასა მოვიტაცებთ, ობლებს ვპარავთო, ქვრივთა ვავნებთ და გლახაკებს ვტყვენავთ. გლახაკებს უპოვარებს პარავთო, ვტაცებთო, ობლებს და ქვრივებსაც კი არ ვინდობთო. ანუ აი ნახეთ, ყველაზე მოწყვლადი ფენები დაასახელა იოანე ოქროპირმა, რომელიც შენ წესით უნდა გებრალებოდეს და იქით უნდა იყო მზად, რომ შენ მოიკლო და მათ გაუნაწილო იმ ობოლს, იმ ქვრივს, იმ გლახაკს. და ისინი აღარ გვებრალებიანო, მზად ვართო, რომ მათ გამოვტაცოთო ბოლო ლუკმაო ხელიდანო. იმდენად ვართო, სიყვარულ დაკარგულებიო უკვე და გამძვინვარებულები და მხეცებზე უარესები ვართო უკვე. ვაებაი ვაებასაზე და არ წყმდა ღვთის მოშიში ქვეყანით. რამე თუ ჯერ არს გლოვაი, რამე თუ ვერც არაი ლოცვითავ ქმენით, ვერცა სწავლითა. გოდებს იოანე ოქროპირი. ვაიმეო ამბობს. რამე თუ წარწყმდაო ღვთის მოშიშიო. აღარ არისო საერთოდ ღვთის მოშიში ადამიანიო, აღარ იპოვებაო. კიდე გეუბნებით ხალხო ამას მეოთხე საუკუნეში ამბობს იოანე ოქროპირი. ყველაზე მეტი წმინდანი რო შეგვეძინა ის სწორედ იმ საუკუნეში ქრისტიანობას. გლოვა გმართებსო, რამე თუ ვერც არაი ლოცვითავ ქმენითო, ვერცა სწავლითავ. ვერც ლოცვით ვერ შევძელითო, რომ უკეთესები გამختარიყავითო და ვერც სწავლით ვერაფერს გაარგებთო თქვენ. მართლა ისეთი დამაფიქრებელი და გულდასაწყვეტია ხალხო, არა ეს ყველაფერი ხა რეალურად რო წარმოვიდგინოთ ხა ჩვენ, აი მე მაგალითად ხა შევედი იოანე ოქროპირის მდგომარეობაში, რო წარმოვიდგინე, რომ როგორი გულამოსკვნელი ქადაგებდა, როგორი მამა იყო, როგორი სვეტი ეკლესიისა. როგორი ნაყოფიერი, როგორ უქადაგებდა ყოველდღიურად და შედეგს ვერ აღწევდა, ადამიანები არ იცვლებოდნენ. აც ტირილიოდენ გვიხმს, ვითარცა ხო ქრისტემან რაჟამს ფრიადი ასწავა იერუსალიმელთა და ვითარცა არას ისმენდეს, მაშინ სრემლო და მათთვის. ვითარცა წინასწარმეტყველნიცა იქმოდეს. ეგრეთვე ჩვენცა ვიქმთ აც, რამე თუ ჟამი გოდებისა და ტირილისა იარს. ტირილი გვმართებსო ეხლაო ჩვენო, ტირილიო. იმიტომ რომ ვერაფერს ვერ შეგასმენთო, ვერ ვცვლითო თქვენ ცხოვრებასო. ვერ აგაღებინეთ ხელი ცოდვაზეო და ვერ გაგაკეთებინეთ არჩევანი სიკეთისკენ, სიყვარულისკენ, ღვთისკენ, სიმდაბლისკენ, თავდაბლობისკენ, ერთმანეთისთვის თავგანწირვისკენ. ქრისტეც ესე არ იყოო, გაგვახსენა მერე და სწორედ ძალიან მალე მოხდება ეს ყველაფერი, როდესაც უფალი დიდებით შევა იერუსალიმში. როდესაც უამრავი სასწაული აღასრულაო. უამრავი სიკეთე, უამრავი კურნება, უამრავი სწავლება სიკეთისა და სიყვარულისა დაუტოვა ადამიანებს. და აი კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, რომ იოანე ღვთისმეტყველის სწორედ აი ამ სახარების ავტორი, რომელსაც ჩვენ ახლა ვკითხულობთ, ამბობს თავისი სახარების დასასრულს, რომ უამრავი რამე ქმნაო კიდეო იესომო, აქო ამ ქვეყანაზეო, როდესაც იყო, რომელიცო სათითაოდ რომ ჩამოგვეწერა ყველაფერიო, არც აღავ გონებ, რომ ქვეყანა მან დაიტიაო აღწერილი წიგნები, ანუ დედამიწაც კი ვერ დაიტევდა, ესე მგონიაო.
იმ ყველაფერს სურულ სათითაოდ აღგვეწერაო. და თქვენ წარმოიდგინეთ, ანუ რა მინიმუმის მინიმუმი არის აღწერილი წმინდა სახარებაში. და რამდენი გააკეთა, რამდენი კურნება, რამდენი სასწაული აღასრულა უფალმა ამ ქვეყანაზე. და მიუხედავად ამისა, ადამიანები ვერ შეცვალა. მხოლოდ მცირე ნაწილის, ძალიან მცირე ნაწილის გულამდე მიაღწია უფალმა, ღმერთმა განკაცებულმა. და ესეთი ღმერთი ადამიანებმა სასიკვდილო წამებისთვის სიკვდილისთვის გაიმეტეს. წამებით სიკვდილისთვის, უკეთე რო ვთქვათ. ამიტომაც იერუსალიმში როდესაც შედიოდა უფალიო, მიუხედავად იმისა, რომ ოსანას უგალობდნენ და თავიანთ ტანსაცმელს უფემდნენ, ტირის იესო სრემლები მოსდის მას, იაზრებს რა აი ამ ყველაფერს, რომ ადამიანების საშველი არ არის, რაც არ უნდა გაუკეთო, მაინც უმადურები რჩებიან. აი ეს ადამიანები იქნებიან სწორედ, რომ 2 დღის მერე ბარაბას გამოითხოვენ იესოს სანაცვლოდ და იესოზე შესთხოვენ ყვირილით, ყიჟინით, პილატეს რო ჯვარს საცვიო ეგო. თითქოს რაიმე დანაშაული ქონდეს ჩადენილი უფალს. თითქოს ვიღაცა ბოროტ მოქმედს ჯიდენ. ამიტომაცო ეხლაცო ჩვენცო ტირილი გმართებსო. იმიტომ რომ მიუხედავად ამდენი ქადაგებისაო, მიუხედავად ამდენი მცდელობისაო ჩვენიო, თქვენში არაფერი არ იცვლება. ჩვენი სიტყვა, რომელსაც ჩვენ ვცდილობთ, რომ დავთესოთ, ღვთის სიტყვა თქვენს გულებშიო, ფეხს ვერ იკიდებს, მოუდის ფრინველი და კენკავს და მაშინვე მიაქვს. ფუჭი შრომა გამოგვდის. კეთილარს 10-სად ქმად ვითარმედ მოუწოდეთ მტირალთა და ბრძენთა მიმართ წაავლინეთ და იტყოდიან. ნუ უკვე ესრეთ შეუძლოდ განკურნებად სენსა მას ბრწყინვალეთა ტაძართა მაშენებელთასა, რომელნი მოიგებენ აგარაკთა ტაცებით. აი ეს ყველაფერიო რაც ხდებაო, აი ეს ტაცება, ეს პარვა, ეს უბედურება, ეს ყველაფერი ხალხო ხდებაო, გვეუბნება ივანე ოქროპირი. აი სწორედ იმ შურის, იმ ამპარტავნების გამო. აი როდესაც ადამიანი ვერ ძღება იმ სიკეთით, რომელიც მას ღვთისაგან გააჩნია. ეს უძღებება იცით სადამდე შეიძლება მივიდეს? იუდას მდგომარეობამდე, ჩემო ძვირფასებო. და ნახეთ რა იყო იუდას მდგომარეობა. ხო თან გადაყვა უფალი. აი რასაც ქვია პირდაპირი გაგებით, თან გადაყვა. ყველაზე მეტი რაც შეეძლო გაეკეთებინა უფალს, თავისი სისხლი და ხორციც კი აჭამა. თავისი თავი მისცა საჭმელად, მაგრამ ამითიც ვერ გაცხა იუდა. ამანაც კი ვერ დააკმაყოფილა. ესეც კი არ იყო. აი რაღამ უნდა გიშვებოს, მეტი რაქნას ღმერთმა. აი აქამდე შეიძლება მივიდეს ადამიანი, აი ძალიან საშიშია ჩემო ძვირფასებო, ძალიან საშიშია, ძალიან საფრთხილოა, ძალიან საყურადღებოა, აი სულ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ აი ჩვენს თავში ვაკონტროლოთ აი ეს შური, ამპარტავნება, უსიყვარულობა, კეთმაღლობა, ვიღაცაზე უკეთესი რო გონია თავი. აი ნახეთ რა სამოს ივანე ოქროპირი. ნუ უკვე ესრეთ შეუძლოდ განკურნებად სენსა მას ბრწყინვალეთა ტაძართა მაშენებელთასაო, რომელნი მოიგებენ აგარაკთა ტაცებით. დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს, რომ ააშენოს ტაძარი. და ძალიან ბევრი ადამიანი აშენოს კიდევაც, მაგრამ ეს ყველაფერი მე მაგონებს
აი მათი ცოდვების გამოსყიდვის მცდელობას, თითქოს რაღაცნაირად, რაღაცა ინდულგენციასავით აქვთ ეს ყველაფერი, რომ რაღაცა უნდათ, რომ აი ამ ყველაფრით გამოისყიდონ თავიანთი ცოდვები. რაღაცა საპირწონე გააკეთონ თითქოს, მაგრამ ვაი რომ ეს ვერ უშველეთ მათ. აი ამ ფულით და იმ ლამაზ ტაძრების აშენებით თავიანთ ცოდვებს ვერ გამოისყიდიან. ამას მხოლოდ სინანული გამოისყიდს. და იმ განსაცდელების ღირსეულად დათმენა, რომელსაც უფალი გამოუგზავნის მათ, მათივე სულის განსაკურნებლად და გადასარჩენად. მხოლოდ და მხოლოდ ესეა შესაძლებელი მათი ხსნა და გადარჩენა. კეთილარს მათ და გლოვაიო. ნამდვილად საჭიროა მათთვის, რომ ვიგლოვოთ ამბობს იოანე ოქროპირი. არამედ შემეწიანით ჩვენ თქვენცა, რომელნი მათ მიერ ვნებულნი ხართ, იგლოვდით, დასთხიენით სრემლნი. არამედ რაჟამს იგლოვდეთ, მათთვის იგლოვდით, რამე თუ არა თქვენ და უვნიეს, არამედ თვისთა თავდადა. რამე ნახეთ, რა საოცარია, როგორ სწორად ახედებს იოანე ოქროპირი თავის სამწყსოს და თითოეულ ჩვენთაგან, ის ხომ ჩვენს მოგმართავს დღეს. ნამდვილად საჭიროა მათთვისო, ესეთი ადამიანებისთვისო გლოვა და ტირილიო, მაგრამ ჩვენო მარტო უნდა გვტოვებთო სასულიერო პირებსო, არამედ თქვენცო, თქვენც იგლოვეთო მათთვისო, გვეუბნება იოანე ოქროპირი. და ვის მიმართავს იცით? ვინც თავად ხართო ამ ადამიანების მიერო ვნებულნიო, შეჭირვებულნიო. თქვენც იგლოვეთ და იტირეთო. ოღონდ საკუთარ თავს კი უიტირებთო, მათგან ვნებულსო, არამედო თვითონ ის ადამიანები იგლოვეთ და იტირეთო. იმიტომ რომ მათო თქვენ კი არ გავნესო, საკუთარ თავს ავნესო. ხედავთ? მეც რო არაერთხელ მithქვამს ხოლმე რა, რომ ყოველთვის მკვლელი უფრო მეწოდება ვიდრე მოკლული. იმიტომ რომ ის მოკლული შეიძლება ღმერთმა აცხონოს და სასუფეულში შეიწყნაროს და მარადიული სიხარული მიანიჭოს, მაგრამ აი მკვლელი ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვარდება და მართლა ტირილით და გლოვა გმართებს მისთვის. და თხოვნა ღვთისთვის, რომ ღმერთმა შეიწყალოს, ღმერთმა სინანული მიანიჭოს და გადაარჩინოს და აცხონოს. რამე თუ უკეთო თქვენ, მადლობით შეიწყნაროთ მათ მიერი ჭირვებაი, მოიგოთ სასუფეველი ცათაი, ხოლო მათ გეენიაი ცეცხლისა. მათ მიერ შეჭირვებულებმაო თქვენ თუ მადლობა გადაუხადეთ უფალსო, სასუფეველს მოიპოვებთო. ისინიო კიო, უნანელობის შემთხვევაშიო, ჯოჯოხეთისაც ვერ აცდებიან. და თქვენ ხართ სატირალი თუ ისინიო? ისინი არიან სატირალნიო და იმათთვის უნდა ვითხოვდეთ ღვთისაგანო, სინანულსო და შეწევნასო. ჩვენ მადლიერებით უნდა მივიღოთ, ჩვენ საცხოვნებელ ასპარეზს გვაძლევს უფალი, როდესაც განსაცდელი ეშვება ჩვენს თავს, როდესაც ვიღაცა გვავიწროვებს, გვაჭირვებს. ჩვენ ეს მადლიერებით უნდა მივიღოთ, მადლობა უფალს. ღმერთის თანაზიარნი ხვდებით რაღაცაში მაინც. მაგრამ აი მათი მდგომარეობა კი ძალიან მძიმეა. ვინც თავად არის ჩაგრველი, შემავიწროვებელი, კვლელი, ტანჯველი, ავაზაკი, პარავი, მტაცებელი. ჯოჯოხეთის კერძია ესეთი ადამიანი, თუ ერთ ჩვენიერ დღეს არ მოვიდა გონს და არ შეინანა. ამიტომ მათთვის ვიგლოვოთო, მოგვიწოდებს იოანე ოქროპირი და მათთვის ვიტიროთ ღვთის წინაშე. ვიგლოვდეთ მათთვის წერილთაგან გლოვითა მით, რომლითა იგლოვდეს წმინდანი. აი როგორც წმინდანები გლოვობდენო, ესეთ ადამიანებს ისე ვიგლოვოთო ჩვენსო. ვიგლოვოთ ესაიას თანა და ვსთქვათ, ვაი მათ და რომელნი შეერთებენ სახლსა სახლთან და მიახლებენ აგარაკსა თანა. რაითამცა მოყვასისაი მოიტაცეს რაი. ესაია წინასწარმეტყველს მივბაძავთო ჩვენცო და მასთან ერთად ვიგლოვოთო ის ადამიანებიო, რომლებიც მტაცებელნი არიანო
და სახლს კიდევ სახლს უმატებენ, აგარაკს უმატებენო და ამას ყველაფერსო მიტაცებით ახდენენო, სხვა სტაცებენო. არა კეთილსინდისიერი გზით მდიდრდებიან. ნუ დაემკვიდრებით მხოლონი ქვეყანასა ზედა. ტაძარნი დიდნი და შვენიერნი და არა იყვნენ მკვიდრნი მათ შინა. ნუ დარჩებითო მარტო ამ ქვეყანაზეო, როგორც დიდი და მშვენიერი ტაძარიო, რომელშიც არავინ არ შედისო და ცარიელიო. ვიგლოვოთ ნაუმის თანადავს თქვათ, ნაუმის წინასწარმეტყველი გახლავთ ძველი აღთქმის. ვაი მისსა, რომელმა აღაშენოს სიმაღლეთ სახლი თვისი და უფროისად ქრისტეს მეუფისა თანავს თქვათ. ვაი მდიდართა, რომელ მიუღებიეს სასყიდელი მათი. როგორც წინასწარმეტყველნი გლოვობდენო, როგორც ნაუმ წინასწარმეტყველი გლოვობსო და დასტირის იმ ადამიანს, რომელიც დიდ სახლს იშენებს. და როგორც თავად უფალი განკაცებული იესო ქრისტე დასტირისო მდიდრებსო, რომლებსაცო თავიანთი საზღაური უკვე აქვე ამ ქვეყანაზევე მიღებული აქვთო. ისინი ღვთისაგან იმ უხსნელ საუნჯეს ვეღარ მიიღებენ. მათ ეტყვით უფალი მიგიღებიეს სასყიდელი შენ, რასაც ეძებდი ამ ქვეყანაზევე მიიღე უკვე. იმიტომ რომ შენთვის ღირებული და მნიშვნელოვანი ამ ქვეყნიური საუნჯე იყო და არა ზეციური. და ეს ყველაფერი მიღებული გაქვს. და ჩემგან რაღაც ელი ეტყვის უფალი ესეთ ადამიანებს. ვიგლოვდეთ მათთვის და ნუ დავსხრებით. მოუკლებელად ვიგლოვოთ მათთვის, ანუ სიყვარულისკენ მოგვიწოდებს, ნახეთ იოანე ოქროპირი. ვიყვარდეს, გვებრალებოდეს ესეთი ადამიანები და ვიგლოვდეთო მათთვისო. ვთქვათ, ვითარცა წინასწარმეტყველმან, ვითარმედ, ნუ იგლოვთ მკვდრისათვის, არამედ მტაცებლისათვის და ანგარისა და ვერცხლის მოყვარისა და უძღებისა. ანუ რად ვიგლოვთ მკვდართათვის, რომელთა არა ეგების მოქცევაი. მკვდრებს კი ნუ დავტირითო. არამედო ცოდვას დამონებულ ადამიანებზე ვიტიროთო და ვიგლოვოთო. რომ ეგებ უფალმა სინანული მიიმადლოს და მოაქციოს იმ თავიანთი უსჯულოებისაგან და ბოროტებისაგან. არამედ ვიგლოვოთ მათთვის, რომელთა ის შესაძლებელ არის მოქცევაი. მკვდრებს ვეღარ უშველით ვერაფერსო, მაგრამ აი ვისი მოქცევა და გადარჩენაც ჯერ კიდევ შესაძლებელია, აი მათთვის ვიგლოვოთო, მათთვის ვიტიროთო. გარნა რაჟამს ჩვენ ვიგლოვდეთ, მრავალგზის იგინი იცინიან და ესე არის ღირს გლოვისა. ჩვენ რომ მათთვის ვტირი ვართო, ისინიო ჩვენო დაგვცინიან. და ეს კიდევ უფრო მეტი მიზეზიაო მათთვის გლოვისო. რომ გონს ვერაფრით ვერ მოდიან ეს ადამიანები. ვერაფერი ვერ აფხიზლებს მათ. რომლისა ტირილი ჯერ იყო, იგი ცინის. ის ადამიანიო, ვინცო სინამდვილეში უნდა ტიროდეს და დასტიროდეს თავის ვაგლახ სულიერ მდგომარეობასო, იცინისო. ვერ ხვდება, რომ სატირალად აქვს საქმე და არა სასაცილოდ. და განა ეს კიდევ უფრო მეტად სატირალი არ არისო, იმ ადამიანის მხრიდან, ვინც ხედავს რომ ადამიანი ესეთ მდგომარეობაში. რამეთ უკეთ უმცა იგინი იგლოვდეს, ესე სასწაული არის განმართლებისა. აი თუკიო ისინის გლოვას დაიწყებენო, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ სასწაული მოახდინა ღმერთმა მათ თავსო და უკვე გამართლების გზაზე დადგნენო. თუკი ერთჩვენიერ დღეს დაფიქრდნენ და გაიაზრნენ თავიანთი ცოდვები და თავიანთი უსჯულოება ღვთის წინაშე ჩადენილი და ადამიანთა წინაშე. ვინაიდან უკვე უგულისხმოება საშინა არიან, ამისთვის უკვე ჩვენ ვიგლოვთ მათთვის. რადგან ისინი თავად ვერ ხვდებიან თავიანთ სავალალო და დამღუპელ სულიერ მდგომარეობასო და თვითონ არ დასტირიან თავიანთ ცოდვებსო, ამიტომო ჩვენ ტირი ვართო მათ გამო, ჩვენ მაინც ვიტიროთ, ისინი ხო ჩვენი დები და ძმები არიან, რომლებიც დამონებულნი არიან ცოდვას, ანგარებისას, ვერცხლის მოყვარებისას, შურისას,
გაბოროტებისას. და ჩვენ თუ გვიყვარს ისინი, ჩვენ უნდა ვტიროდეთ მათთვის, ჩვენ უნდა ვთხოვდეთ უფალს მათთვის შენდობას და პატიებას წოდებისას. არა ყოველთა მდიდართათვის, არამედ რომელნი ვერცხლის მოყვარე იყვნენ და მტაცებელდა ანგარი. ნახეთ, როგორ გაამახვილა ყურადღება იოანე ოქროპიანმა, როგორ გაამიჯნა, ყველა მდიდარი არ არისო ტირილის ღირსიო, ყველა მდიდარს არ აქვსო სატირლად და სავალალოდ საქმეო, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ისინია, რომლებიც ანგარების მოყვარე და ვერცხლის მოყვარე და მტაცებელნი არიან. ანუ შეიძლება იყო მდიდარი, მაგრამ იყო მოწყალე, იყო გულუხვი, არ გიმონებდეს შენი სიმდიდრე, არამედ პირიქით, მდიდარი რო ხარ, გაცილებით მეტი საშუალება და ასპარეზი გაქვს შენ იმისა, რომ სიკეთე აკეთო და ძალიან ბევრ ადამიანს ხელი გაუმართო და დაეხმარო. ესეთ მდიდრებზე არ გეუბნებითო მეორო იტიროთო, არა. იტირეთ ისეთ მდიდრებზე, რომლებიც დამონებულნი არიან თავიანთ სიმდიდრეს და თავიანთ ქონებას და დაბრმავებულნი არიან სულიერად. რამე თუ შესაძლებელი არის, კეთილად ხმარება ის სიმდიდრისაი, რაჟამს გლახაკთა ზედა წარვაგებდეთ, ხოლო ანგარებაი არის წარწმენდელ და ბოროტ. შესაძლებელია რომ სიმდიდრეო კეთილად გამოვიყენოთო, თუ კი ჩვენ გაჭირებულ ადამიანებს დავეხმარებით, მაგრამ როდესაც ანგარებით და ბოროტებით ხარ სავსეო, ესეთ შემთხვევაში შენთვის სიმდიდრე დამღუპველიაო. ვიგლოვდეთ უკვე მათთვის, ნუ უკვე იქონას რაიმე სარგებელი, ნუ უკვე რაღაცა თუ დაცემულნი არ აღდგენ, არამედ სხვანი არღარა დაეცნით. ვიგლოვოთო, ვიტიროთო, ვიულოცოთო მათთვისო, იქნება რაღაცა ვარგოთო მათო. და თუ დაცემულები ვეღარ წამოდგნენ ფეხზეო, იქნებ იმას მაინც მივაღწიოთ, რომ სხვები აღარ დაეცნენო, იგივე ტალახში და იგივე წუმყეში. ამიტომ მოუკლებელად ვილოცოთ და ვთხოვოთ უფალსო და ვიგლოვოთ და ვიტიროთ მათთვის. აი, ამას მიაქციეთ ხალხო ყურადღება, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც ადამიანს შეუძლია სხვისი ჭირის გათავისება, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შეუძლია გულწრფელად იტიროს სხვის გამო. თორე ხა თუ ადამიანისთვის სხვისი ჭირი ღობეჭხირია, ის არ იტირებს სხვის გამო. მისი პრობლემაა იტყვის, ეხლა თავში გვაუხლია რაც უნდა ის უქნიაო, მაგრამ აი როცა გიყვარს, როცა არ გემეტება სასჯელისთვის, როცა განიცდი მის მდგომარეობას და გათავისებული გაქვს, მაშინ თვითონ რო ვერ ხვდება რა მდგომარეობაში ამის გამო შენ ტირი ხარ. ეს ძალიან ადვილი გასაგებია დედაშვილურ და მამაშვილურ ურთიერთობას თუ გადავხედავთ. ხშირია შემთხვევა, როდესაც შვილი ძიმე მდგომარეობაშია, თან ისე რომ ვერ ხვდება, რომ სავალალო მდგომარეობა აქვს სულიერი და არ ხეინად გძნობს თავს და ვერ ხვდება, რომ სატირლად აქვს საქმე, მაგრამ მისი დედა ტირი სამაგიერო და მამა, იმიტომ რომ გულმუცელი ეწვის იმის შემხედვარე, რომ ხედავენ, რომ მისი შვილი იღუპება. აი როგორც შვილის ტკივილი შეგიძლია გაითავისოს, სწორედ ისე გმართებს ჩვენ ერთმანეთის ტკივილის გათავისება, ქრისტიანებო, ჩემო დებო, ძმებო, შვილებო. ესე გმართებს, ესე უნდა გვიყვარდეს ჩვენ ერთმანეთი. ესე უნდა გვტკიოდეს ერთმანეთის ტკივილი, აი ამისკენ მოგვიწოდებს სწორედ ივანე ოქროპირი. მოსიყვარულე გული უნდა გქონდეს. ეგოისტურად არ უნდა ცხოვრობდე და მარტო ჩვენი ნაჭუჭი არ უნდა გვადარდებდეს. ჩვენი ნაჭუჭი სიქითაც უნდა ვხედავდეთ სამყაროს და უნდა გვტკიოდეს და უნდა გვადარდებდეს. არამედ ღირსმცა არიან იგინიცა განრომად სენისა მისგან და სხვანი არაშთავრდომად. ხედავთ როგორ ეწოდება იოანე ოქროპირის ისინი. ღირსნი არიანო, რომ გამოძვრენო იმ სენიდანო, იმ მდგომარეობიდანო, ნეტა ინებოსო უფალმაო და ნეტა შეძლონ თვითონაცო, რომ გამოვიდენო იმ თავიანთი სამწუხარო მდგომარეობიდანო და სხვებიც აღარ ჩავარდნენო მსგავს მდგომარეობაში, იმიტომ რომ ადარდებს ივანე ოქროპირის ყველა ადამიანი. უყვარს მას ისინი და ამ სიყვარულისკენ მოგვიწოდებს თითოეულ ჩვენთაგანსაც. რაითა ყოველთა ერთბამად საუკუნენი იგი კეთილნი ვპოვნეთ მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესით, რომლის არის დიდება და სიმტკიცე, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. ამით დასრულდა ჩემო ძვირფასებო ჩვენი დღევანდელი
საკითხავი, ის ქადაგება, რომელიც ივანე ოქროპირმა გვიქადაგა შურთან, ანგარებასთან, ვერცხლის მოყარებასთან, აი ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომ უნდა ვიყოთ მოწყალენი და არა მტაცებელნი, არ უნდა ვიყოთ მომხვეჭელნი, არ უნდა ვიყოთ ეგოისტნი, არამედ უნდა ვიყოთ მოსიყვარულენი, გამღებნი, გამცემნი, თავგანწირულნი. და მე ვფიქრობ, რომ თუ კი ყურადღებით მოვისმენთ ჩვენს რაღაცა სულიერ სარგებელს მივიღებდით აუცილებლად ამ ყველაფრიდან. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყურადღებისთვის, მე შეგახსენებთ, რომ ჩვენ სახარების გამარტებას განვაგრძობთ შემდეგ 4 შაბათს, ზეგ პარასკევს შევხვდებით და თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხებთ. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა გაგახაროთ.